შემოდგომის ფერებით აჭრელებული ფერდობები, მზის სხივებით გამთბარი ყურძნის მტევნები, რომლებიც გვიან შემოდგომამდე შემორჩენილან. ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი გარემო, სადაც ყველა დეტალშია გადმოცემული ის ტრადიცია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ინახავს. ამ ადგილას წინანდალში გაშენებულია ვენახები, სადაც საუკუნეების ისტორია და თანამედროვე მეღვინეობა ერთმანეთს ხვდება. სადაც მეღვინეობა შუმმა 47 ქვეყნის 2003 ყურძნის ჯიშს მოუყარა თავი და უნიკალური საკოლექციო ვენახი შექმნა. ათეულობით წელი დასჭირდა ამ გენოფონდის შექმნას, რომელიც საქართველოს მევენახეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაპოვარს წარმოადგენს. აქ დაცულია ქართული ჯიშები, ველური ვაზის სახეობები და უცხოური ჯიშები. 2003 წელს კოლექცია ოფიციალურად გაიხსნა, მაგრამ სამუშაოები კვლევებისა და ექსპედიციების სახით დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენი სამუშაო იწყება ვაზის გაღვიძებასთან ერთად და სრულდება ფოთოლცვენასთან ერთად. მთელი სეზონის მანძილზე რამოდენიმე წელი სჭირდება ერთ ჯიშს, რათა დავადგინოთ მისი იდენტიფიკაცია, გრძელდება შესწავლა და მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ამპელოგრაფიული შესწავლა მიმდინარეობს, არამედ ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული და შრომატევადი საქმე, როგორც არის გენეტიკის დონეზე შესწავლა და თითოეულ ჯიშზე მიმდინარეობს გენეტიკური ანალიზების ჩატარება, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ მსოფლიო გენბანკში იყოს მონაცემები ატვირთული ქართული ვაზის ჯიშების შესახებ. ბუნებისა და ადამიანურ საქმიანობას შორის ჰარმონიის შენარჩუნება, ქართული კულტურის, ვაზისა და ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის პოპულარიზაცია, მათი დაცვა და ინოვაციური განვითარება. ამ ფილოსოფიით მეღვინეობა შუმი უკვე წლებია ავითარებს კომპანიას და ქმნის მემკვიდრეობას. ვაზის ჯიშები ეს არის ერთ-ერთი აგრონომიული მემკვიდრეობა, რომელიც მთელს მსოფლიოში და მევენახეობის ქვეყნებში იქმნებოდა და დღესაც იქმნება. ზუსტად ამას წარმოადგენს ეს გენოფონდი, რომელიც არის მნიშვნელოვანი არა მარტო რეგიონალური, არამედ მთელი საქართველოსათვის. თუ ახალი ჯიშების შექმნა გახდება საჭირო, ეს არის კოლექცია, არის ის ადგილი, სადაც მეცნიერებს გვაქვს ჩვენ საშუალება, რომ მოვახდინოთ ახალი ჯიშების გამოყვანა შეჯვარებების ხარჯად. კოლექცია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის უნიკალურ კოდს ატარებს. სივრცე ღია საერთაშორისო კვლევებისთვის, სადაც ქართველი, ფრანგი, იტალიელი და იაპონელი მეცნიერები სხვადასხვა ჯიშების საღვინე პოტენციალს იკვლევენ. ამ ყველაფრის ფონზე გასაკვირი არაა, რომ საკოლექციო ვენახმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და რეკორდების დამადასტურებელი სიგელები გადაეცა ქართული ჯიშების დაცვის, კვლევებისა და ექსპედიციების მხარდაჭერისთვის. გადმოგვეცა სერტიფიკატები, როგორც ყველაზე დიდი კერძო საკოლექციო ვენახი მსოფლიოში, როგორც ყველაზე დიდი საკოლექციო ვენახი საქართველოში და პირველი კერძო საკოლექციო ვენახი საქართველოში. ეს არის დიდი აღიარება ჩვენთვის, რადგანაც ჯერ კიდევ 90-იან წლების ბოლოს დავიწყეთ ჩვენ ქართული სხვა ჯიშების შეგროვება. მას შემდეგ გადავეთ უცხოური ჯიშების შეგროვება, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ამ შედეგის დასაფიქსირებლად რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდით, გავიარეთ შესაბამისი პროცედურები და დღეს უკვე გვაქვს შედეგი, დავაფიქსირეთ 3 რეკორდი. მსგავსი შედეგი და მსგავსი რეკორდი მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ღვინოს ძალიან ბევრი რეგალია აქვს, რეკორდებში ძალიან იშვიათად მოხვედრილა და ეს არის ერთ-ერთი პირველი პრეცედენტი, როცა დაფიქსირდა ასეთი რეკორდი და ჩვენ გვიხარია, რომ ამაში მივიღეთ ეს ეროვნულ საქმეში, ასე ვთქვათ, ჩვენი მცირეწული შევიტანეთ. კომპანია ქმნის ორგანულ ღვინოებს, იყენებს ბიო და ბიოდინამიკურ მეთოდებს, რომლებსაც უკვე კარგად იცნობენ 32 ქვეყანაში. უნდა აღინიშნოს, რომ ღვინის პირველ მუზეუმსაც აქ შევხვდებით, სადაც 6000 წლის ექსპონატების ნახვაა შესაძლებელი. ეს არის კომპლექსი, რომელიც ეთნოტურისტულ პავილიონებს, განტვირთვის ზონებს აერთიანებს, სადაც იმართება მასტერკლასებიც. ყოველწლიურად ებატება სივრცეები, თქვენ აქ ნახავთ უნიკალურ მეღვინეობრივ მევენახეობის მუზეუმს და ძალიან ბევრ ლოკაციას, რომელიც იზიდავს სოფლის სხვადასხვა ქვეყნიდან დამთვალიერებლებს. რადგანაც ჩვენი ეს ტურისტული კომპლექსი უკვე აღიარებულია სოფლის უამრავ ქვეყანაში და უამრავი ნომინაციის მფლობელია, როგორც საუკეთესო ტურისტული მხარე. ეს ადგილი მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია, თუ რამდენად მდიდარია ჩვენი ისტორია და გვახსენებს, რატომ არის მნიშვნელოვანი ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციის დაცვა თუ შენარჩუნება, რომელიც ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო დონეზე უდიდეს ეკონომიკურ შესაძლებლობებს აძლევს.